საქმე ასეთნაირად იყო, ჩვენ ვიყავით კუბაში, ფიდელ კასტროსთან 2 დღით, შემდეგ გადავფრინდით და გავჩერდით ლონდონში. Поздним вечером 6 апреля в лондонский аэропорт Хитроу прибыли Михаил Сергеевич Горбачев, Раиса Максимовна Горбачева, советские официальные лица, сопровождавшие Михаила Сергеевича в поездке. В советско-английском диалоге самое активное участие приняли сопровождавшие Михаила Сергеевича советские официальные лица. Министр иностранных дел СССР Эдуард Амвросиевич Шеварднадзе встретился со своим английским коллегой Джеффри Хау. 7 апреля 1989 года почетная трибуна Гилдхолла была предоставлена Михаилу Сергеевичу Горбачеву, лидеру советской перестройки, которая высоко оценивается политическими и общественными кругами Англии. Შემდეგ დავბრუნდით, ეს იყო 7 რიცხვი, დავბრუნდით საღამოს დაახლოებით ალბათაცე 8 საათი იქნებოდა, 7-8 საათი იქნებოდა მოსკოვში. ბატონი ლიგაჩოვი იყო, რომელიც მას ცვლიდა, ის მეორე პირად თვლებოდა და მან თქვა, რომ თბილისში მღელვარებაა. ჩემთვის მოულოდნელობა იყო, იმიტომ რომ გარბაჩოვს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, თუმცა ეჭვი მერე იმეპარებოდა და ეხლაც მეპარება, რომ მისთვის არ შეიძლებოდა არ დაერეკა თუ ასეთი მნიშვნელობა მიცემს აქ 9 აპრილის მოვლენებს. მაგრამ გარბაჩოვმა გაიკვირვა. რა ხდება, შენ ხო არ იცი ვერ ვიცი. 8 რიცხვი მიიღო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო პოლიტბიუროს ხდომაზე, გამოვიდა კოლეგის ხდომაზე და აი როდის მოახს რომ ჩამოფრენა მეთქი და გაფრენა მეთქი. ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრი რო ხარ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ყველაფერი იწერება. გვარი, სახელი, თანამდებობა, რამდენ ხანს რჩება და შენ როდის ამთავრებ მუშაობას, ყველაფერი იყო აღრიცხული და ჩამოწერილი. ამოაღებინე ეს დღიური და 1 საათიც არ იყო თავისუფალი. ასე რომ ზღაპრები იმის შესახებ რომ შევარდნაძე 8-ში ჩამოფრინდა აქ რაღაც უჩინმაჩინის ქუდით და მერე სად დაიკარგა და რა მოხდა და როგორ მოხდა ოპერაცია ჩაატარა თუ გაიპარა ეს უბრალოდ ზღაპარია. ამას ვიხილავდით ჩვენ გავფრინდეთ თუ არ გავფრინდეთ. დებშები იყო ისეთი რომ მდგომარეობა ასე ვთქვათ ექვემდებარება კონტროლს და აუცილებელი არ არის ჩასვლა. თუ არა ჩვენ იმ დღესაც 8 რიცხვშიც მზად ვიყავით. მე ვერ გეტყვით, ეხლაც არ შემიძლია თქვა, რა შედეგი მოყვებოდა ჩემ ჩამოსვლას. შეიძლება გამოიწვევდა გაცილებით უფრო დიდი მასის მოზღვევებას. თუმცა იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და თვითონ ფორმალურად ეს საკითხი არ ეხებოდა, მაგრამ გასაგებია იგი საქართველოს პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა მანამდე და ბუნებრივია რომ მან მიიღო დავალება სასწრაფოდ ჩამოსულიყო თბილისში და ბატონ რაზუმოვსკისთან ერთად, რომელიც ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი რიგითი მდივანი გახდათ, აი ეს ჯგუფი მეორე დღესვე ჩამოფრინდა თბილისში და დაიწყო ასე ვთქვათ სიტუაციაში გარკვევა. 3 დღე დამჭირდა იმისათვის, რომ სამხედროებს შინაგან ჯარების სარდალს, რადიონოს და სხვებს ამოეღერგათ როგორმე რომ ამ დარბების დროს გამოყენებული იყო პირველად აღიარეს რომ გამოიყენეს რეზინის ჯოხები. მაგრამ შემდეგ უკვე ყველაზე მეტად აქტიურობდა ირაკლი მნაღარიშვილი სხვათა შორის და მისგან ჰქონდა ცნობები, ძალიან სერიოზული ცნობები, თორსტები, თამარ დეკანოსიძე და სხვები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ გამოყენებულია ქიმიური საშუალებები. და ბოლოს სამხედროებმა აღიარეს, რომ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ჩერვემუხა. მერე გაირკვა, რომ კიდევ სხვა რაღაცა იყო გამოყენებული. გარწმუნებთ, არ არის ადგილების წარმოადგენა, რა რისხვა დაატყდა იმ სამხედროებს ედუარდ შევარდნაძისგან იმ მომენტში. ბუნებრივია, ეს იყო უმძიმესი გამოცდა მისთვის როგორც ადამიანისათვის და ეს ეთყობოდა მას სახეზე. თუმცა ძნელი იყო ჩვეულებრივად მისთვის
და ეს შემდგომ მე არაერთხელ ასე ვთქვათ დავრწმუნებული ვარ ამაში საყეზე შეგეტყოთ ერთბაშად რაიმე ემოცია მე ნათქვამი მაქვს რომ თვითონ მისთვისაც ბატონი ჯუმბერისთვის ყველა ჯობდა თვითონ გასულიყო იმ ხალხში გასულიყო იმ ახალგაზრდების შეხვედრო და იქ მარტო ახალგაზრდები არ იყვნენ ინტელიგენციაც იყო სხვები იყვნენ შეხვედრო და ეთქვა ის რაც სათქმელია თუ დაუჯერებდნენ ხო კარგი და თუ არა და თავისი სინდისის წინაშე მართალი იქნებოდა საერთოდ ჩარის გამოყენება ძალის გამოყენება ყველა შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს მთავარსარდალთან და მთავარსარდალი ვინ იყო გარბაშოვი გარბაშოვის გარეშე ძალას ვერ გამოიყენებდა ეხლა წარმოვიდგენია თქვენ რომ კოჩეტოვი და რადიონოვი იღებენ გადაწყვეტილებას რომ დაარბიონ მიტინგი და ისინი არ მოახსენებენ თავდაცვის მინისტრს ან და წარმოვიდგენიათ რომ თავდაცვის მინისტრმა არ მოახსენოს ვინც არის მთავარსარდალი ქვეყნის ერთი რამ აწუხებდა რომ ჩემმა ხალხმა არ იეჭვიანოს რომ ვიცოდი ეს სადღაც საზღვარგარეთ რომ იყო ვიცოდი და აი ესე იგი ჩემი სინდისი შებრალულია ტოტალიტარულ სახელმწიფოში სადაც თქვათ ხალხის ინიციატივა ქვევიდან არ იყო დაშვებული ხო რაღაცა მანიფესტაცია რო გაემართა თვითორგანიზებული ხალხს არამთავრობის ორგანიზებული თქვათ 1 მაისი და 7 ნოემბერი თავისით რო გაემართა ეს საშიში რამე იყო ხო საქართველოში საბჭოთა პერიოდში ამის მცდელობა სტალინის სიკვდილის შემდეგ აი რო ავიღოთ იყო სამჯერ 56 წლის მარტი ვიცით 78 წლის აპრილი ვიცით და 99 წლის აპრილი ვიცით ამ სამიდან პირველი და ბოლო დასრულდა ტრაგიკულად 78 წელი დასრულდა უსისხლოდ და რაც მთავარია რაც იყო ძირითადი მოთხოვნა ის მოთხოვნა გავიდა თუ ვილაპარაკებთ იმაზე რომ 56 წელს სტალინი ახალი მკვდარი იყო და ჯერ ტოტალიტარული სახელმწიფო ძლიერი იყო და უფრო სისხლიანი და დაუნდობელი კი ბატონო მაგრამ 99 წელი როცა უკვე ზანზარებდა და ინგრეოდა ეს იმპერია და მაშინაც მოხერხდა რომ 20 კაცი დაიღუპა 9 აპრილს ხო რა განასხვავებს ამ სამ მოვლენას ხო და რატო არის რომ პირველი და ბოლო იყო სისხლიანი და შუა არა მარტივი მიზეზია ედუარდ შევარდნაძე იყო 78 წელს ცეგას მდივანი და იმიტომ